მოგესალმებით, ჯევროდმანიას მაყურებლებო, ცოტა ხანგრძლივი პაუზა მოგვიწია, რადგან ვერ აგვეწყო საქმეები ისე, რომ მანქანები გადაგვეღო და დღეს ტალახში გადავწყვიტეთ, გავტესტოთ რა უკვე მრავალჯერაა ეს ლეგენდარული ავტომობილი გატესტილი, უფრო ჩვენც გავიგოთ ამ მანქანის გემო გადავწყვიტეთ. ეს არის რუსული ავტომობილი 4-ვე წამყვანი თვალით, რომელიც არის ღია ხიდებით, მაგრამ აკეთებს იმას, რასაც ვერ გააკეთებს ბლოკირებული ხიდებით ავტომობილი. დღეს გვეყოლება UAZ 469 ავტომობილი, რომელმაც შემოყვარა ოფროუდი და ზოგადად 4x4-ზე ავტომობილების სამყარო. საკმაოდ ძლიერი ავტომობილია, ძრავი ძლიერი აქვს. ყველაფერი გადაცემა, ცოტა გადაცემათა კოლოფს ენდურებიან, ხშირად ფუჭდება ვიძახიან, მაგრამ არ არის ეგრე, იმიტომ რომ მეც მყავს UAZ და მოპყრობაზეა დამოკიდებული ყველაფერი. თუ არ მოვფრთხილდები, ყველაფერი გაფუჭდება. ტანკი ფუჭდება ბოლო-ბოლო და მანქანა თუ გაფუჭდა, გასაკვირი არ არის. ხიდები აყენია 37 კბილიანი დიფერები, საკმაოდ გამძლე ხიდებია ესენი UAZ-ისთვის. ამ ავტომობილს ასევე აქვს სამხედრო ხიდები, რუსული ვაენი ხიდები, როგორც იტყვიან, ისინი უფრო რა თქმა უნდა ძლიერი ხიდებია და ძლიერი გადაცემა აქვთ. მაგრამ ეს ხიდები უფრო სწრაფია ვიდრე რუსული ვაენი ხიდები
და შესაბამისად, როდესაც ტალახიანი აღმართები ან უბრალოდ აღმართები გვხვდება, ეს ხიდები უფრო უკეთესად მუშაობს ვიდრე ვაენი ხიდები. ვაენი ხიდები არის უბრალოდ ძლიერი, ძალას მატებს მანქანას და გასვლაში არის უფრო ძლიერი და დიაგონალებზე ჯობნის კიდევ ამ ხიდებს რუსული ვაენი ხიდები. პადვესკა დაკიდების სისტემა არის ძალიან მაღალი, 330 მმ-ია. ჯიპებში უაზი არის ყველაზე მაღალი. ზოგადად, ანუ რაც კი ჯიპები არსებობს, ყველაზე მაღალია ეს მანქანა. თუ რა თქმა უნდა, ჯიპი მოდერნიზებული არ არის, ან დიდი ბორბლები არ უყენია. ძრავი გვაქვს 417 UMZ, რომელიც გამოიმუშავებს 82 ცხენის ძალას. და 4 ცილინდრით არის ეს ძრავი. საკმაოდ კარგი ძრავია. მინუსები არ აქვს, გამძლე ძრავია. ვერ იტყვი რომ ზეთის კლებას ადვილად იწყებს, ან შრომას და დატვირთვას ვერ უმკლავდებაო და თუ გაფუჭდა, გაკეთების შემთხვევაში არ არის რთული მისი აღდგენა და გაკეთება, ასე რომ ვთქვა, ძალიან ძლიერი ძრავია. ნუ, რა თქმა უნდა, ყველაზე ძლიერი არ არის. მაგრამ თავის კლასში ყველაზე ძლიერია, მაგრამ ზოგადად არ არის, რა თქმა უნდა, ყველაზე ძლიერი. ზოგადად არაფერი არ არის ყველაზე ძლიერი. ხიდები ამას ცოტა სხვანაირი სისტემა აქვს. ჯიპებზე გვაქვს პირდაპირ სალონიდან ირთვება წინა ან უკანა ხიდი. ამ შემთხვევაში ჯერ თავთ გარედან ეგრეთ წოდებული სტუპიცა, აი აქედან სტუპიცას თავს მოხსნით კრიშკას. შემდეგ იქ აყენია პოლვოსი და ამ პოლვოსიდან ხდება წინა ხიდის ჩართვა. აქეთაც, იქითაც თუ მოხდა შემთხვევა, რომ ან აქედან ვერ ჩავხდეთ წესიერად, ან იქიდან ხიდი არ ჩაირთვება და ხდება კბილების მოღლეტვა, ანუ მოწვეთა და როცა წესიერად მოდებაში არ არის და ამ შემთხვევაში ფუჭდება ხიდი და ვეღარ ჩავრთავთ. სანამ კბილანებს არ შეუცვლით ხიდს. სხვა რა ვიცი, ამ ავტომობილზე აყენია რუსული კამასაბურავები, მედვედები, როგორც იტყვიან, ტალახისთვის გამომდგარი საბურავებია. უბრალო კამებს ბევრად ჯობია. ეს ავტომობილები გამოდიოდა კამებით და ასევე აგრესიული საბურავებით ომსკ-შინა. ომსკ-შინა იყო უფრო აგრესიული სამხედრო საბურავი, რომელიც ტალახისთვის იყო შექმნილი, მაგრამ ვერ მუშაობს თოვლში. ომსკ-შინა თოვლში ვერ მუშაობს. ეს საბურავები კი ტალახშიც მუშაობს და თოვლშიც. ნუ გადასარევები არცენი არ არის. მაგრამ ომსკ-შინას ჯობია და კიდევ არის ერთი გრუზავოი კამებს ეძახიან. საქართველოში ძირითადად ის საბურავებია, ისინი ვერ მუშაობენ ტალახშიც და ვერც თოვლშიც. ვერაფერში ვერ მუშაობს ის საბურავი. და რა ვიცი, ფასი ცოტა მოიმატა ამ საბურავებმა. ქარხნულად ეს ავტომობილი გამოდის 30-31 ინჩიანი საბურავებით. 30 ინჩიანია კამა და 31 ინჩიანია ომსკ-შინა. შეეხება 53,000 აქვს გავლილი ამ ავტომობილს. ნუ არც ისე ბევრია. და არც ცოტა, მაგრამ რო შეხედავთ მანქანას, ნამდვილად არ ეტყობა. რა ვიცი, კარგი მანქანაა. ვიზუალზეც არ ეტყობა ამ ავტომობილს, რომ 1991 წელს არის გამოშვებული. თითქმის ახალივითაა ეს მანქანა, უკან ახალი სტოპები, ნათავი ფარები უყენია, სულ ახლებია ყველაფერი. უკანაც ეს სასადარიგო საბურავი დამცავი, ეს კარგი გამოგონებაა. ხედავთ, ტენტოვანი ვერსიაა, როგორც ხედავთ, არ არის დაშტამპული და ეს არის სამხედრო ვერსია, ტენტოვანი უაზის. და დაშტამპული, ანუ რკინის სახურავიანი უაზი 469, იგივე 31-514 გამოშვებულია ქალაქური ვერსიის. იმ მანქანებს ჯარში არ იყენებდნენ. ეს ავტომობილი არის 31-512, ის არის 31-514 და ეს ავტომობილი, რა თქმა უნდა, გამავლობაში, სიძლიერეში და გამძლეობაში ჯობნის იმას. ნუ, გეძახიან ერთია, მაგრამ არ არის ერთი, არის რაღაც სხვაობები. და ეს ავტომობილი უფრო ადრე გამოუშვეს ვიდრე ის და ეს უფრო უკეთესია ვიდრე ის. იმ ავტომობილს ერთი პლუსი ამასთან შედარებით ის აქვს, რომ წონით მძიმეა, რადგან ეს არის ტენტით გადახურული და ის არის რკინით გადახურული და ადიდებული წყალია ხოლმე, ან რაღაც მდინარეებია გადასასვლელი ამ ავტომობილს ჯობნის, იმიტომ რომ წონა მეტი აქვს და როდესაც წონა მეტი აქვს ავტომობილს, წყალში უფრო იოლად გაივლის ვიდრე მსუბუქი ავტომობილის შედარებით. და ასევე ამ ავტომობილს ადარებენ ხოლმე რუსულ გაზ-69-ს. გაზ-69 კი იგივე კლასის არის, მაგრამ ამ ავტომობილს
წინააღმდეგობას ზოგადად ვერ გაუწევს. იმიტომ რომ ქარხნულად ძრავი აქვს ძალიან სუსტი 52 ცხენი ძალა აქვს გას 69-ს. ქარხნულად გას 69 ძრავს და ამას აქვს კონკრეტულ ამას აქვს 82, მაგრამ ამ ავტომობილებში არსებობს UMZ 421 ანუ სოტკა. ძრავი, რომელიც ძალიან ძლიერია, 4 ცილინდრიანია, მაგრამ ძალიან ძლიერია და ბევრ ძრავს ჯობია. რუსულ ავტომობილებში მაგალითად ყველაზე ძლიერი ძრავია ჯიპებში, რუსულ ჯიპებში ყველაზე ძლიერი ძრავია სოტკა, განსაკუთრებით ინჟექტორიანი. და გას 69 ამ ავტომობილს ვერ აჯობებს ნამდვილად, იმიტომ რომ გამძლეყია, მაგრამ ძრავი არ ყოფნის იმისთვის, რომ ავტომობილს დაუდგეს და არც გამავლობა. კლირენსიც კარგი აქვს იმას, კი, ყველაფერი თითქმის ერთნაირია, მაგრამ ეს ავტომობილი ბევრად ჯობს. მოკლედ, როგორც ხედავთ, არც ისეთი კარგი ამინდი კარგია, მაგრამ ადგილი სიტუაცია არ დახუდა კარგი, დიდი ტალახია. მოგეხსენებათ, ხანგრძლივი წვიმები იყო აქ და დაჟიებულია ფაქტობრივად. ნიადაგი ხედავთ თქვენ და ამ დროს მანქანას უჭირთ ხოლმე გადაადგილება, რა თქმა უნდა. და ეს არის პირველი რუსული ავტომობილი ასევე ჩვენს არხზე, რომელიც გაიტესტება ასეთი სირთულის გზაზე. ნივა კი ყავდა, მაგრამ ნივით გზაზე არის ამ ავტომობილით დავდივართ უგზოობაში და თანაღმართებში. ნივა რა თქმა უნდა ვერ გაივლის იმ გზებს, რაც ეს გაივლის და ამიტომ ეს უფრო საინტერესოა, სად შეძლებს ეს ავტომობილი გავლას და სად უერა. და დანარჩენს უკვე შეგატყობინებთ სალონში, რა ხდება, როგორ ხდება და რანაირად. Իրականում տամբատիժա ճանճանზე չամովայդեր վիղավեմ է Ճամաս միս մագդազե դավլի է դախանաշի Համուշաոտ գավուետի վայիմ է մագար Շաշի գավուեբի ինձով դու չեպշի Զիվար չվիլեշի դավույց վետիսը ծխելա գագանի այուլեշի Վերգովակ դա խելիդան թոխի դա բարի Ամսից ես գանդալիան Ամգիվ դա թավույն Մեդե իմուշավ է մեդե բիջո գինգո Թոխի մագրը դարդի խանա արդա ինդո Իրակնի գվապատի է աղարվին դա խանաշի Բիջամնի է չալուծვეთ Կեմրիլանաշի Չվես վիլեշի Սմղերիտ վար գարտուլի Արգվեշինի այմիս տու գագվեջերებს վատրուլի Դավթվերիտ մագրը դա ծեսեպսած գի վարღვետ Շոքնի շանզեց իթյազ դա հմծոնիս վեղրվար չետ Չունի վիլիսի Ես մագադարիա Չունի վիլիսի Անաշի մագարիա Չունի վիլիսի Սիսրապի արագրիա Չունի վիլիսի Չունի վիլիսի Չունի վիլիսի Ես մագադարիա Չունի վիլիսի Անաշի մագարիա Չունի վիլիսի Սիսրապի արագրիա Չունի վիլիսի Չունի վիլիսի Մարգարებ վիլիս მაგრამ არ ամաქვს պրավա Ոտես գացավի հետ մեր էրոցա ծլեպի գամա Յքնեպի շոպերի Մարգարեմ պրոլելի Բենզիրից թխոնդելի Դարուլուս մարգարեմ պոպելի Ինխանի դարում գամավալ Տոկերով կալեպս Բերեմ եմ ակաունտ հեպ Վիլիսիս պարեպս Կերաս չեմ թու սամովի խոտ կոն թու շամկրեմ անեպս Չոտ անել տատիս Ինի ճաչազ ողում դե դալեմս Միու վեբի նավիչ նավիչ Բիլիկև սանիս Կետակամ և թոխնիտ խանաս Տողոներ լակավիս Բակնարում դինտասիս Կասոն եմ ասամից Անուսվեն եմ թենդա Անուսվեն եմ խամից Միկրոպոն թամինդա միշլա Դիտքոս վար թապ մուրի Անգամ ուշալով բաշիվան Մերը չարտուլի Վերտա պրոպկե վիլիսիս Բոքսր զմխავს կապ մուրի Վիլիսիս ամդենի դրավիտ Մողույ դակա զապ խուլի Չունի վիլիսի Ես մագադարիա Չունի վիլիսի Անաշի մագարիա Չունի վիլիսի Սիսրապի արագրիա Չունի վիլիսի Չունի վիլիսի Չունի վիլիսի Ես մագադարիա Չունի վիլիսի Անաշի մագարիա Չունի վիլիսի Սիսրապի արագրիա Չունի վիլիսի Չունի վիլիսի Գխվավի բիջեբո Դամանե բետավի Ռասղատա ուչև խանազե Ծագի խպծալի Թումո թոխվի մոյքնի Թոխի մալե Մերը բուսած գաջմեմ Կամասուզը խամե Մալե մովա շեմոտ գոմա չալացա սաճրելիա Միտից մաոյի մուշավե աբադելի դելիա Սախշի դակվա խոյդրբեն Կամոն ծորմ ճադես Իզե դակա թրողրում Սանկարու արջանդես Լինգո սաչկաուս Ալբոլև սիգարեց Դիտքո սիգարետիտ Տիխանի ասիմատերս Մագրամ ռայցիս Ռայելիս սին Բոտոխնոր դա մերը
მოვიდეთ ასევე თბილისით მოჩა მუშაობა გავიდა ჩვენ ხანიდან გავყიდოთ სიმინდი და ამოვიდეთ ვალიდან ყველაფერი ისევ დავიწყო თავიდან GRS-ი შეუდგეთ ახალ საქმის ხვალიდან ჩვენი ვილისი ეს მაგარია ჩვენი ვილისი ნაში მაგარია ჩვენი ვილისი ისრაფი არაგია ჩვენი ვილისი ჩვენი ვილისი ჩვენი ვილისი ეს მაგარია ჩვენი ვილისი ნაში მაგარია ჩვენი ვილისი ისრაფი არაგია ჩვენი ვილისი ჩვენი ვილისი ჩვენი ვილისი ეს მაგარია ჩვენი ვილისი ნაში მაგარია ჩვენი ვილისი მოკლედ მეგობრებო, თქვენ ნახავთ ტესტს ამ ნადირმა როგორ გადალახა დიაგონალის ტესტი და პირველი ავტომობილია ეს, რომელმაც ესე მარტივად აიარა ეს დიაგონალი თან ტალახში ამ საბურავებით. ძალიან რთული ასასვლელია მართლა და ახლა უკვე ვწდით ამ ლეგენდარულ აღმართზე ასვლას ტალახში. როგორ ავა რანაირად და შემდეგ რა მოხდება, როგორ იქნება. მე ჭი არ მიყარება ამ ავტომობილში. თავარია საბურავებმა გაგვიქაჩონ, იმიტომ რომ ბოლომდეა დაბერილი. ჩვენი უაზი კი როგორ ავა ამ თულ აღმართზე ტალახში. ტალახში აქვს ვრანგლერი ვერავი და 33-იანი სილვერსტოუნი საბურავებით თან დაშვებული ქონდა საყარის ზომაზე. და ვერავი ავტომობილი. და ეხლა ნახავთ უაზი რას იზამს. უაზში მე ჭი არ მეპარება, მაგრამ აი ფსადო და ერთი ამაქანას ერთი ისავს მინუსი რომ გაზი არის, სხვა არაფერი. თქვენ დაინახეთ არ დიაგონალზე უჭირს გადასვლა და საერთოდ უზოობაში ამანქანა დაფხორება არ აქვს. ერთადერთი ეს მანქანა ვერავა აი დიდ გრამში რო ხედავთ რა რაღაც ფეხტაც როერავა კაცი. მარტო იქნებავა. დანარჩენი ამ ავტომობილს თქვენ ხედავთ და მithებით კიდევაც რომ არ აქვს პრობლემა არანაირი უზოობის. და შეგახსენებთ რომ ტალახი არის ძალიან რთული, დაჟიებულია მიწა. ამაზე უარის ტალახი აქვს რა იქნება. და თიხიანი ტალახია ესეც მინდა აღვნიშნო. ჩვენი ვილისი ჩვენი ვილისი ჩვენი ვილისი ეს მაგარია ჩვენი ვილისი ნაში მაგარია ჩვენი ვილისი ისრაფი არაგია ჩვენი ვილისი ჩვენი ვილისი წავიდა, აი ხო გითხარი ძრავი რა. არა, მოტორი. ბიჭო.